დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ ფრონტენდის ტრენდებს 2025-ში თუ რა უფრო განვითარდა, რა გამოჩნდა ახალი, რა შეიცვალა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და ასე შემდეგ. დასაწყისისთვის გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ეს ძალიან დამეხმარება მე და ხელს შეუწყობს ვიდეოების ხშირად კეთებას. ასევე შემოგვიერთდით Discord server-ზე, სადაც ვართ საკმაოდ დიდი community. პირველი ეს არის SDUI, იგივე server driven UI, ქართულად ალბათ იქნებოდა დინამიური pages კონტროლის სერვერიდან. ეს არის მეთოდი, რომელსაც კონტენტის მხარეს და მთლიანად კომპონენტურ სტრუქტურას მართავს სერვერის მხარე. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, SDUI ბევრად უფრო მოქნილი და სწრაფია და იძლევა სულ რაღაც რამდენიმე კლიკში ცვლილებას ფრონტში. მაგალითად, კომპონენტზე ფერის შეცვლა, ნებისმიერი CSS манипуляცია, რომელი კომპონენტი გამოჩნდეს რომელ page-ზე, ან თუნდაც კომპონენტების ორდერინგი, layout-ების შეცვლა და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი downtime-ის გარეშე real time-ში. მოკლედ, content managers CMS-იდან, ანუ იგივე content management სისტემიდან შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი რამ მთლიანი საიტის layout-ი. მოდით გაჩვენებთ მარტივ მაგალითს თუ როგორ მუშაობს ეს პრინციპი. ამას მეორენაირად უწოდებენ smart კომპონენტების მიდგომას, ანუ იგივე პრინციპია, content management სისტემიდან, ანუ CMS-დან, სამართავი პანელიდან მთლიანად შეგვეძლოს კომპონენტის მართვა, შეცვლა, ორდერინგი და ასე შემდეგ. თქვენ ახლა ხედავთ ჩვეულებრივ JSON-ის layout, სადაც სერვერიდან ბრუნდება აი ესეთ JSON-ი, ნუ კომპონენტის სახელი, შემდეგ props-ებში title და ნუ ასე შემდეგ. ეს უნდა მოერგოს ინდივიდუალურად პროექტს და თუ რა მახასიათებლები გააჩნია ამა თუ იმ კომპონენტს. და ზუსტად აი აქ ხედავთ მაგალითს, ამ შემთხვევაში React-ის მაგალითზე, მარცხნივ ჩვეულებრივი ტრადიციული კომპონენტების მიდგომა, სადაც ვენვე ვალაგებთ ჩვენივე ორდერინგით, ასე ვთქვათ, ფრონტის მხარეს, ხოლო მარჯვნივ უკვე არის server driven UI, რაც გამოიყურება დაახლოებით აი ესე. კომპონენტი და props-ად გადაეცემა მთლიანი JSON-ი. სწორედ ეს JSON-ი განსაზღვრავს თუ კომპონენტმა როგორ უნდა მოიქცეს, სად ჩაიტვირთოს, რა ფერი ქონდეს, რა border radius-ი, რა CSS property და ასე შემდეგ. ხოლო ამ JSON-ში ეს value-ები ისეტება სწორედ სამართავი პანელიდან. შესაბამისად, content manager-ს აქვს სრული თავისუფლება, რომ გააკეთოს ნებისმიერი манипуляცია კომპონენტზე. ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Netflix, Airbnb, Uber-ი უკვე იყენებენ ამ მიდგომას, როგორც web-ზე, ისევე თავიანთ mobile აპლიკაციებზე. მოდით ახლა რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ web engine-ებს. ნუ web engine-ებზე ალბათ პირველი გახსენდებათ WordPress-ი, ანუ შექმნის დღიდანვე დაიპყრო მთლიანი ბაზარი და ჯერ კიდევ ვებსაიტების 60%-ზე მეტი WordPress-ია შექმნილი. იდეალური საშუალება საშუალო დონის ბიზნესებისთვის, ვისაც custom development-ის ფინანსები არ გააჩნია. ნუ რამდენიმე კლიკში შენ გაქვს საშუალო დონის ვებსაიტი, თავისი გადახდის სისტემით, უამრავი პლაგინით, რომელიც აგარიდებს კოდის წერას. მაგრამ თუ გსმენიათ Webflow-ს შესახებ, რომელშიც შეგიძლია გრაფიკული ინტერფეისის გამოყენებით აწყო ნებისმიერი სირთულის landing page-ი და ანიმაციები. ეს არის Bootstrap Studio-ს წინაპარი, ვისაც გახსოვთ იყო ეგეთი რაღაც Bootstrap Studio, სადაც იგივე პრინციპს იყენებდი, ვიზუალურად კოდის წერის გარეშე აწყობდი კომპონენტებს, არესპონსივებდი და ასე შემდეგ, მაგრამ Webflow არის ბევრად უფრო დახვეწილი ვიდრე Bootstrap Studio. ანუ უბრალოდ drag and drop-ით და ვიზუალური ინტერაქციით კოდის წერის გარეშე აწყობ საკმაოდ კომპლექსურ და ანიმირებულ და ლამას web page, რომელიც არის responsive და ერთ კლიკში აგენერირებს HTML, CSS, JavaScript-ს, ანუ ყველა იმ ფაილს, რაც საჭიროა, რომ ეს landing page უკვე web-ში დაიხატოს. საკმაოდ ბევრი ბიზნესი გადავიგდა უკვე Webflow-ზე და აკეთებენ თავიანთ საიტებს. და ჩემი აზრით ამის უფრო უნდა გვეშინოდეს ვიდრე AI-ს. რამოდენიმე სიტყვა თქვა TypeScript-ზე, უпростоრად TypeScript-ის დომინაციაზე. უკვე TypeScript-ით Node.js-ი ოფიციალურად დასაპორტდა და ოფიციალურად შეგვიძლია უკვე Node.js-ზე TypeScript-ი ვწეროთ და შევიგრძნოთ სტატიკური ტიპის პროგრამირების გამოცდილება. რაც შეეხება PWA-ს, იგივე Progressive Web Applications, როგორც იცით, PWA არის ყველაზე სწრაფი გზა, რომ ვაქციოთ ჩვენი ვებსაიტი mobile აპლიკაციად და მიუხედავად იმისა, რომ რთულია WebView-დან რეალური system mobile experience-ის მიღება, გეტყვით რამოდენიმე features, რაც დაემატა PWA-ში, რომელიც საკმაოდ ართულებს იმ პროცესს, რომ მივხვდე WebView-ში ხარ თუ ნამდვილ system mobile აპლიკაციაში. პირველი არის push notification-ები, ანუ ეხლა ოფიციალურად და ზედმეტი third party რაღაცების გარეშე შეგიძლიათ push notification-ები გააგზავნოთ PWA-ში ჩაშენებული აპლიკაციით, რომელიც mobile-ის ზედაბარში გამოდის. ასევე შემცირდა ჩატვირთვის დრო და რაც ყველაზე მთავარია, დაემატა system ფუნქციები, რაშიც იგულისხმება ნებისმიერი system ფუნქცია mobile-ისთვის, ნუ ეს იქნება კამერა, მიკროფონი, ვიბრაცია, გათიშვა
ფიშვის ღილაკი, keyboard-ზე წერის დროს ვიბრაცია და ასე შემდეგ. სამაგალითოდ შემიძლია მოვიყვანო Starbucks-ის აპლიკაცია, რომელიც იმდენად მაგრად არის გაკეთებული, რომ ვერც კი მიხვდები, რომ web view-ში ხარ. ნუ ძალიან თუ არ მოინდომე რა, ანუ უბრალოდ average user-ი ვერ მიხვდება, რომ web view-ო იმდენად მაგრად არის გაკეთებული, შეგიძლიათ თქვენ თვითონვე გატესტოთ. ეხლა კი გეტყვით რამოდენიმე CSS-ის ახალ features. ნუ პირველი არის ეს scope-ი, რომელიც იწერება ესეთ keyboard-ი, ზაღლუკა scope-ი. და იდეში აკეთებს scope-ის ფუნქციას. მაგალითად, ეხლა ვნახოთ ძველი მაგალითი, სადაც წერია classic card-ი და მასში არსებული h2, რაც ნიშნავს, რომ card-ში არსებული ყველა h2 გახდეს წითელი. ხოლო ახალი ვერსიით წერია scope, card და h2 და ასევე ფერი წითელი. რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ card-ში არსებული h2-ები გაწითლდეს და ნუ card-ში თუ კიდევ რაიმე div-ია და იქ კიდევ h2, ის h2 არ გაწითლდება. ამიტომ იდეალური გამოსავალია თუ მსგავსი case-ებისთვის გვინდა სტილების გაწერა. ასევე anchor keyword-ი, რომელიც ძალიან მარტივად გაგვაკეთებიებს tooltip-ებს, მაგალითად აი აქ ხედავთ HTML-ის მაგალითს და CSS-ის მაგალითს. საკმარისია უბრალოდ position anchor-ი მიუთითოთ და მოცემული div-ი ავტომატურად აიღებს იმ ღილაკის პოზიციებს და ამისთვის აღარ დაგჭირდება ნუ JavaScript-ის წერა, რომ პოზიციები ვითვალოთ და მიუთითოთ, ან ის რომ უბრალოდ ეს გინდა თუ არ გინდა ბატონის შვილი იყოს, იმიტომ რომ შემდეგ position relative-ით დავსვათ. ნუ ყველა პრობლემას აი ეს keyword-ი აგვარებს. Custom media, რაღაც ოფიციალურად შაშენებული keyword-ი, სადაც უკვე ცვლადში შეგვიძლია max width-ები შევინახოთ და შემდეგ აი ესე ლამაზად გამოვიყენოთ CSS-ში. ნუ ესენი რა თქმა უნდა ეხება მხოლოდ CSS-ებს, ანუ პრეპროცესორებს არა, როგორც ასასიანე CSS-ი, რადგან იქ კიდეში ამის ფუფუნება უკვე გვაქვს. ამიტომ თუ შე რატომღაც დღესაც CSS-ზე წერ, ან vanilla JavaScript-ზე მოგვიწია წერა, ემეზრით ეს ფიჩერები საკმაოდ გამოგადგება. დღეისთვის სულ ეს იყო, ვეცადე რომ მაქსიმალურად მოკლედ მეთქვა ყველაფერი, იმედია რაღაც ახალი ინფორმაცია წაიღეთ. თუ ესეა, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მე ეს ძალიან გამიხარდება და დამიჯერეთ თქვენს გაგიხარდებათ. შემოგვიერთით Discord server-ზე, სურვილისამებრ გაინახილეთ Patreon-ის წევრობა და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.